წილადების გამოკლება. ჯერ ვისწავლოთ ტოლმნიშვნელიანი წილადების გამოკლება, მისთვის განვიხილოთ ასეთი მაგალითი. 5/12-ს გამოვაკლოთ 3/12. ტოლმმნიშვნელიანი წილადების გამოკლების დროს მნიშვნელი რჩება უცვლელი, ხოლო მრიცხველები აკლდება ერთმანეთს. 5-ს გამოკლებული 3 არის 2, ხოლო მნიშვნელი გადაიწერება უცვლელი. თუ ამ წილადს შევკვეცავთ, ანუ წილადის მრიცხველს და მნიშვნელს გავყოფთ 2-ზე, 2 გაყოფილი 2-ზე, 12 გაყოფილი 2-ზე, ეს არის 1/6. გამოკლების პროცესი რომ უკეთ გავიგოთ, მოდი განვიხილოთ იგივე მაგალითი, ვიზუალურ მაგალითზე და განვიხილოთ ქაღალდის ფორმის, მართკუთხედის ფორმის ქაღალდი, რომელიც დაყოფილია 12 ტოლ ნაწილად. ამ 12 ტოლი ნაწილიდან ჩვენ წილად გავაფერადოთ 5 ნაწილი, ანუ 5/12 ნაწილი. 1 2 3 4 და 5. ესე იგი, ჩვენ წილად გავაფერადეთ 5/12 ნაწილი. ახლა ამ 5 ნაწილიდან ჩვენ დავშალოთ 3 ნაწილი. ანუ გავაკლოთ 3/12 ნაწილი. ნახოთ რა იქნება. 1 2 და 3. 3 ნაწილი წაიშალა 12-დან და დარჩა 2 ნაწილი გაფერადებული. ისევ 12-დან. ანუ მივიღეთ შედეგი. წითლად დარჩა გაფერადებული 2/12 ნაწილი. თუ შევადარებთ მიღებულ შედეგს, წინა მაგალითს, ნახავთ რომ ანალოგიური შედეგი გქონდა მიღებული. ანუ იგივე წესი მოქმედებს არა მარტო 2 წილადის, არა რამდენიმე წილადის გამოკლების შემთხვევაში. მაგალითად, თუ 15/16-ს გამოვაკლებთ 7/16-ს და გამოვაკლებთ 2/16-ს. იგივე წესით შეგვიძლია შევასრულოთ გამოკლების პროცესი. მნიშვნელი დარჩება უცვლელი, ანუ ისევ 16, ხოლო მრიცხველები გამოაკლდება 15-ს გამოაკლდება 7, გამოაკლდება 2. ეს იქნება 15/7 დავაკლოთ არის 8, 8-ს გამოკლებული 2 არის 6, ანუ 6/16 ნაწილი. თუ ამ წილად შევკვეცავთ, როგორც ვიცით 6 და 16 იყოფა 2-ზე, გავყოთ 6 გავყოთ 2-ზე, 16 გავყოთ 2-ზე, ეს არის 3/8. ახლა ვისწავლოთ სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების გამოკლება და განვიხილოთ ასეთი მაგალითი. 5/12-ს გამოვაკლოთ 3/8. იმისთვის რომ ეს გამოკლება შევასრულოთ, ამისთვის ეს 2 წილადი ჯერ უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ, ანუ წილადები უნდა შევცვალოთ მათი ტოლი წილადებით, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის ტოლი მნიშვნელები. ამისთვის ვიქცევით ასეთნაირად. პირველი საფეხური. უნდა ვიპოვოთ უმცირესი საერთო ჯერადი მნიშვნელების, ანუ 12-ის და 8-ის. ეს არის 24. მეორე საფეხური. ვიპოვოთ თითოეული წილადისთვის დამატებითი მომრავლი. ამას ასეთნაირად ვპოვლობთ. 24-ს ვყოფთ მნიშვნელებზე. 2 24 გავყოთ მეორე წილადის მნიშვნელზე, ანუ 8-ზე არის 3. მესამე საფეხური. წილადები შევცვალოთ მისი ტოლი წილადებით, ისე რომ გქონდეთ საერთო მნიშვნელი. მნიშვნელად დაიწერება 24, ხოლო მრიცხველები გამრავლდება დამატებით მომრავლებზე, ანუ 5 გამრავლდება 2-ზე, ხოლო 3 გამრავლდება აი ამ 3-ზე. იქნება 10 24 და 9 24. და მეოთხე საფეხური შევასრულოთ გამოკლება ტოლ მნიშვნელიან წილადებზე, ანუ 10 24-ს გამოვაკლოთ 9 24. ნიშნელი დარჩება უცვლელი, ხოლო მრიცხველები გამოაკლდება ერთმანეთს. 1 24. ახლა ნახოთ როგორ უნდა გამოვაკლოთ ერთმანეთს შერეული წილადები. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. 5/3/8 და მას გამოვაკლოთ 4/2/8. ანუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოკლება შევასრულოთ 2 გზით. პირველი გზა.
მთელ ნაწილს გამოვაკლოთ მთელი ნაწილი, ანუ 5-ს გამოვაკლოთ 4. და მიღებული შედეგი დავწეროთ შერეული წილადის მთელ ნაწილად, ანუ 1/1. და წილად ნაწილს, ანუ 3/3-ს გამოვაკლოთ მეორე წილადის წილადი ნაწილი, ანუ 2/3. ასეთი წილადების გამოკლება ჩვენ უკვე ვიცით, ანუ საერთო მნიშვნელი 8, 3-ს გამოკლებული 2 არის 1. და ეს მიღებული შედეგი დავწეროთ წილად ნაწილად. 1/1/2. მეორე გზა. ჩვენ შეგვიძლია ასევე ეს ორივე შერეული წილადი გადავაქციოთ არაწესიერ წილადად და გამოკლება შევასრულოთ არაწესიერ წილადებზე. მაგალითად, ასეთნაირად 5/3/2, რომ გადავაქციოთ არაწესიერ წილადად, ეს არის 5 გამრავლდება 8-ზე და დაემატება 3. 5 ჯერ 8 40, 40 დამატებული 3 43/2. ხოლო 4/2/2-ც გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. ნიშნელი დარჩება უცვლელი, ხოლო მრიცხველად დაიწერება 8-ს 8 გამრავლებული 4-ზე და დამატებული 2, ანუ 8 ჯერ 4 32 პლუს 2 34. 34/2. ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია გამოვაკლოთ ერთმანეთს ეს არაწესიერი წილადები 53/2-ს გამოვაკლოთ 34/2. საერთო მნიშვნელი არის 8 და მრიცხველები აკლდება ერთმანეთს. ეს არის 9/2. მაგრამ როგორ მოვიქცეთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც წილადი ნაწილები ერთმანეთს არ აკლდება, ანუ როდესაც საკლები, ანუ 3 უფრო ნაკლებია ვიდრე მაკლები. აი, მაგალითისთვის განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. 6/5-ს გამოვაკლოთ 4/7. ანუ თუ მთელ ნაწილებს დავაკლებთ, ეს არის 2/. მაგრამ როგორ გამოვაკლოთ 5/2 და 7/2 ერთმანეთს. როდესაც ასეთი შემთხვევაა, რომ 5/2 უფრო ნაკლებია ვიდრე 7/2, ასეთ შემთხვევაში გამოკლებას ვასრულებთ შემდეგი გზით. ან 6/5/2 ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ მეორენაირად, ანუ როგორც 6-ისა და 5/2-ის ჯამი. 6-ს ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ როგორც 1-ის და 5-ის ჯამად. დამატებული 5/2. ანუ ეს ასე შეგვიძლია ისევ გადავწეროთ 1-ს დამატებული შერეული წილადი 5/5/2. ერთი ნატურალური რიცხვი ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ წილადის სახით ასეთნაირად 8/2-ს დამატებული 5/5/2. აი ახლა უკვე ეს გამოკლება, ეს შეგვიძლია ასეთნაირად გადავწეროთ. 6/5/2-ის ნაცვლად დავწეროთ ეს მიღებული შედეგი. ანუ 8/8/2 დამატებული 5/5/2 გამოკლებული 4/7/2. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, ჩვენ 1/1 ვისესხეთ აი ამ 6-იანისგან. ეს 1/1 ჩვენ ჩავწერეთ ასეთ სახით წილადის სახით და მეორე ნაწილი დავწერეთ შერეული წილადის სახით. ახლა იგივენაირად მთელი ნაწილები გამოვაკლოთ ერთმანეთს, ანუ 5-ს გამოაკლდება 4, იმიტომ რომ აქ ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მთელი ნაწილი არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ წილადი ნაწილი. 5-ს გამოაკლდება 4, ეს არის 1/1 და შემდეგ წილადი ნაწილები ჩვეულებრივ შესრულდება მოქმედება წილად ნაწილებზე. ანუ მნიშვნელი დარჩება იგივე 8 და 8-ს დაემატება 5 და გამოაკლდება 7. ეს იქნება 1/6/2. ასეთნაირად შეგვიძლია ჩვენ შევასრულოთ ასეთი წილადების გამოკლება.